აი მე ეხლა დაიწყო ჩაწერა. Kashla დავიწყე თავისვით ჩაირთო. ნახეთ მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი, მე მადლობა გადავგიხადეთ დობისთვის და იმ კატეგორიას, ვინც ეწერებით კონსულტაციაზე იმისთვის, რომ მითხრათ რეზონინდა გაშლა, ხო? თავისუფლად შეუძლია ადამიანს, რომ მომწეროს და მითხრას ნინო როგორ ახარ, შენი გაშლა რეზონინდა, მაგრამ კიდევ ეს არის რა თქმა უნდა ვაფასებ ამ საქციელს ძალიან, რომ იმიტომ ჩავეწერე კონსულტაციაზე. უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო. მე დავიწყე გაშლა და მე თავისით რა ვიცი ჩაირთო 1 2 3 და ჩაირთო. ვიდეო. აქ ვისთვის არის გაშლა თქო. აქ არის პირდაპირ სხვათა შორის დრო მოცემული, რომელიც თქვენ უკვე ელოდით გქონდათ თითქოს მოვიდა. მაგრამ აშკარად არის ეს ფინანსები, ჩემო კარგებო, საბუთი, შენაძენი, რაც თქვენ გაინტერესებთ. ხო იცით, მე მსუყე შენაძენებზე ვსაუბრობ, პატარა შენაძენებზე არ საუბრობ. თუმცა ეხლა $45,000 ჩანთას აღარ გულისხმობ. ცოტა მეტი ნაკლებიანს ვიძახოდი ამდენი ხანი, მაგრამ ეხლა ვნახე, რომ 45,000-იანებს აწყიდულობენ თურმე და კარგი შენაძენია $45,000-იანი ჩანთა სხვათა შორის, მაგრამ აი მე ვერ ვხვდები რატომ უნდა შეიძინო $45,000-იანი ჩანთა. ნუ ესეთ ხალხს ალბათ არ აქვთ იმაზე ფიქრი, არ სჭირდებათ რომ დამჭირდეს რაღაცა ხელს შევინაცვლებ, მოვინაცვლებ, ან ალბათ ესეთ რაღაცებზე ეს ხალხი არ ფიქრობს, არ ვიცი. შეიძლება მილიარდერი რო ვიყო და მეც გავხდე მილიარდერი. იცით რა, არ მინდა მაგ ფინანსური კოდის გახსნა სხვათა შორის ვიცი. მაგრამ რავი რა, მერე ვიდეო კამერები უნდა დავაყენო, მერე წარმოიდგინე რამდენ ვინმე შეუყვარდები, რამდენ ვინმეს ცოლადაც მოუნდები უფრო, ეხლაც კი უნდივარ, მაგრამ მერე სხვა კატეგორია წამოა. რამდენი შური ბოროტი თვალიდე და შენ რა გენაღვლება და ალაპარაკება, ჩალაპარაკება, აი ამიტომ გქონდეს ჩემი საკმარისი, ნახეთ, შიერი არ ვიყო და ის საჭირო ფული რაღაცა წამოსვლათულად გჭირდება ელემენტარული, სავსებით საკმარისია მე ვფიქრობ. და ჯამთელად ვიყო. კარგით. ნახოთ აქ რა ხდება. აქ ზუსტად აი მსუყე შენაძენს რამხელა თემა მოვაყოლე. ბინა ოქრო მანქანა, რა ვიცი, ესეთი თემები მიფიქსირდება, ხო? არ არის გამორიცხული ძალიან კარგი ბიზნესიც იყოს ეს ღირებული ბიზნესი. სხვათა შორის აქ არის ის მომენტი, რომ რაღაცას ხანდახან გაურჭოფებას, რასაც იტყვიან, ესეთი თემა გქონდეთ, მაგრამ ხო. მაგრამ მე გეტყოდით, რომ არა, ანუ მიაქცეთ ყურადღებას, ნახეთ, ის შემოდინება და განსაკუთრებულად ხალხი, აუ, ეს არ ქნა, ის არ ქნა, ეს. ეს ინფორმაციები, აი გაუშვით, როგორც ერთ ყურში გაიგონებ, მეორე ყურში გავუშვი. ის თქვენ რასაც ხედავთ, ნახეთ, ვიღაცას არ გაუმართლა, ვიღაცას რაღაცა ის ბიზნესიც ახლა სხვათა შორის ბევრის ძალიან ესე რომ ვთქვათ ჩაწვა, იმიტომ რომ ეს ონლაინ მომსახურეობებმა ძალიან ჩააგდო, გასაგები არის. მაგრამ ესეთ რაღაცას ახლა ცხვრის ინგლისში ცხვარების გადაუშენებია, ხო? არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თქვენ არ უნდა ჩავარდეთ ქაოსში. კარგი, ნახოთ, გაამართლებს აქ რატომღაც მე ფინანსები და ბიზნესი და რაღაც შენაძენები უფრო დამფიქსირდა, ვიდრე პირადი. რა ხდება ამ ბოლო დროს პირადი არ გაინტერესებთ თუ რა არის სულ რჩევაში ისეთი საქმიანი ხალხი უფრო მეტი არის ჩემთან ესე გამოვიდა. ხო, იმიტომ რომ პირადიზე აქ თქვენ მაინც რაც არ უნდა იყოს თავს იკავებთ ჩემო კარგებო აქ. კარგი.
როგორ განვითარდება ეგ თქვენი საქმე, რაშიც ქაოსში ხართ, რა საკითხზედაც ქაოსში ხართ. ქაოსში როგორ არის, იცით, მოდის დახმარება. მოდი ასე ვიტყოდი, გზაშია. ეხლა ადამიანს რო ევაკუატორი სჭირდებოდეს და გამოიძახებს. ხო, ელოდება, კი, გაჭირებულია იმ წუთში ან რაღაცა მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ გამოიძახა გზაში ევაკუატორი. რამდენი დააგვიანდება ამდენი. მოვა, ხო? აი ესეთნაირად არის. აქ თქვენთვის ეს გარკვეული დახმარება, ის რაც თქვენ გინდათ, ჩათვალეთ რომ გზაში არის და სხვათა შორის გაქვთ ასევე კიდევ ღვთის მფარველობა, წყალობა, მფარველობა. როგორ უნდა მოიქცეს კიდე მაინც ვნახოთ. ხო. ნახეთ. გზას თუ ფიქრობთ რამე, რა ვიცი, გზა აქ ნახეთ თქვენ შინაგანად რაღაცა აფორი აქ ეს ქაოსი ვიღაცას ვისაც აქვს მე ვგეტყოდით რომ დიაგნოსტიკა გაიარეთ დიაგნოსტიკა ეს არის ოღონდ მაგიური რამე დაზიანება შეიძლება უბრალოდ რაღაც იყოს პატარა ბევრი შეიძლება არა მაგრამ რაღაც არის აქ ჩაკეტილი ამას თქვენ გრძნობთ ეს გზა შეიძლება არ იყოს გამართლებული რასაც ვფიქრობთ ან თუ კი იძულებული ხართ გზა გააკეთოთ რაღაც შეიძლება რაღაცა მოხდა ხო ეს არის აქედან გამომდინარე ეს არის გადასამოწმებელი რა ხდება ხო სამესაჯარო შეარ დავიწყებ მაგის გადასაუბრს დანარჩენი იცით რა არის მე მყავს ახლა ერთ-ერთი სხვათა შორის თან მეგობარია თან ამ საქმითაც რაღაცებს მოკლედ ვეხმარები და ასე შემდეგ და წმენდა რომ გაუკეთე გაიგიჟა თავი გადაირია ნუთხარი აგრესიული დაცვა უნდა გაგიკეთო მე შენ ჩემი თუ თხარე შენ გჭირდება ეს დაცვა გადაირია გაგიჟდა რა აგრესიულიო ისევ არ შეიძლებაო რამეო გაკეთდესო ვინმე არ დაზარალდესო ნუთხარი ეხლა მე შენ ერთხელ კიდე ისე გაუგიჟდი ისეთ წმენდას გაგიკეთე მეთქი პირდაპირ კბილებში მოხდება ისა მუჭი მეთქი აი მადამ აუ ამაზეც გამომეკიდა აუ ისევ არ შეიძლებაო აი ეს გაკეთება თუდინაო და მეხმარებიო ისო ისე გამწმინდო გამასუფთავო და შეეშვიო არავინ არ დაზარალდესო მოკლედ იმ ხელა ავიცი ტერიც რო გიყვარს თუ რა არის რაღაცა გამოიჩინო ხარი შენთან ეს არის საჭირო ეს არის საჭირო სხვანაირად აქ მე ვთხარი რა ვიცი თქო შენი არჩევანია კი ბატონო მაშინ როგორც მეტყვი მაგნაირ წმენდას გავაკეთებ არავის მე ვთხარი არც მუჭი მოხდება და არც არაფერი თმის ღერც არ ჩამოვარდება და ვერც იგრძნობენ რამეს და მე ვთხარი არც დაცვას მაგნაირს მე შენ არ დაგადებ მეთქი სულ არ მინდა ეს დაცვაო კაი შეექნა ისევ პრობლემები მოვიდა ისე ვთქვი დაცვა და ასე გჭირდება შენ კიდევ გავმეორე კაიო დაცვაო რაღაცა იქამდე მოვიდა დღეს გავწმინდე კიდე რაღაცა წვალობთ ესე წვალობთ ამას ქვია უკვე წვალება და დღეს უკვე მეუბნება რომ აუ მოკლედ ძალიან რაღაცა პრობლემა აქვს და ნამდვილი და უთხარი მე რო შენთვის დამედვა ეს აგრესიული დაცვა და ის რაც საჭირო იყო მე რაც გითხარი და ამ ხელა მე ვთხარი წინააღმდეგობა არ გაგეწია ან ნუ მეკითხები რას აკეთებ რაც საჭიროა იმას გავაკეთებ მე შენ კაცო ფულს ხო იხდი თუ მენდობი მენდე ბოლომდე და მე რაც საჭიროა იმას გავაკეთებ აქ ეს იყო ამ ადამიანთან საჭირო და რატო ყვები ახლა ამას გეტყვით მან შემიცვალა ესე რომ ვთქვათ და კაი შენ თუ ხარ კაცო უფროსი შენ იყავი ჰა მაგრამ შედეგები
არ ნახეთ ეტაპობრივად არის შედეგი, მე ისევ პრობლემა, შედეგი, პრობლემა. ნუ წვალობთ, ესაა წვალება ამ შემთხვევაში. ეხლა გამხეცებული, გადარეულია. ეხლა გინდა არ გინდა, კიდე 2-3 თვით რაღაცა პრობლემა, ნუ ვერ გააკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა. ნუ მე ისევ მოუგვარებ, მაგრამ საქმე რაში არის? ასეც არ არის ხო ეხლა კაცო ეგრევე შევცვალო. კი 2-3 თვეში ამ საქმეს ჭირდება უბრალოდ და მე გაიხსნება ისევ გზები და გავაკეთებ, მაგრამ თავიდან რომ ჩემთვის ამას დაიჯერებინა. გაეაზრებინა, მე რაც ვუთხარი, დღეს ხომ არ იქნებოდა ამ პრობლემებში. აქ თქვენ აქ რაღაცას ვერ იაზრებთ, ჩემო კარგო. ეს შიში შფოთვა, ის არეულობა ტყუილად არ მოდის. არეული სიზმრები ღამის 4-5 საათზე გეხვიძებათ ერთი და იგივე დროს. ის რაღაც თუნდაც თავის ტკივილები, თუნდაც რაღაცის ტკივილები, ჩხვლეტები, ესენი არ მოდის ხალხნო ტყუილად. თუ ყველაფერი რიგზი არის. ის რაც შენ დასამუშავებელი გაქვს და კაი გოგო უნდა იყო თუ კაი ბიჭი იყო სხვა თემა, მაგრამ ვიღაცა რომ შენს ბედს ესე იგი ცლის და ერევა, ეს კიდე სხვა თემა არის. გამიგეთ? აქ ვერ იაზრებთ. ან არ გინდათ ამ ადამიანივით ეხლა მაგალითი რაც მოგიყვან, დაიჯეროთ, თქვენ წვალობთ მე ისე. ან დაიჯერეთ, ან დავანებეთ თავი. ძიალენინი მოკვდა არ მჯერავს, არა, კარბადონ ან დაიჯერიან გამადარეო. რა ვქნათ ეხლა? ვიწვალოთ ესე და ვიყოთ. დაიჯერეთ, ხალხო, დაიჯერეთ. ან დაანებეთ ამის მოსმენასაც თავი და თქვენც დაისვენებთ, რა ვიცი. მე ამაკლება პრინციპში, მაგრამ აქ გააზრებასთან არის პრობლემა. დაჯერებასთან, როგორ არის, არა და გადაღლილი ხართ, არა და მკაცხასიათზე ხართ, არა და რაღაცა, მაგრამ აი ეს შიში გაქვთ, ან ეჭვიანობა, რაღაც მაინც მე ვფიქრობ, თქვენ ამას გრძნობთ. ამას გრძნობთ თქვენ. ხვდებით, მაგრამ არ გინდათ ამის, ესე იგი, რაღაცა დაჯერება. მაინც ამ სიტყვამდე მივდივარ, სხვა სიტყვა რითი ჩავანაცვლო ახლა. ამ წუთში არ მოდის აზრში და მე იქნებ გავიგო. რა ეშველება ახლა ამას? ვინც მისმენს და ვისთვისაც ესაა, თავს იჭყლიდავთ. ის რა გავაკეთო, ის გავაკეთო, ეს გავაკეთო. როგორ რა გავაკეთო, შესაძლებელია აქ ვიღაცა თავზე დაგჩხავით კიდეც გეუბნებათ, თავის აზრებს გახვევს, ვიღაცა ხელს გიშლის, ვიღაცა ნახეთ, არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც ჭირდება ჩემონკარგებო, როგორი საზოგადოება გვერდით იცით, სულ პოზიტიური რომ იყოს. არის ადამიანი, რომ ეს კიდია, მოდი უკაცრავად ახლა გამონათქვამისთვის, მაგრამ არ იმაშვება, არ აქვს მნიშვნელობა რა სეტყვი, მაგრამ არის ადამიანი ერთი პატარა რაღაცა რო უთხრა და ისე მიიტანს გულს, გადატრიალდება და დაწვება, იტირებს, ჩაიკეტება და რა ვიცი, გაბუსული დაждდება და იქნება სხვა თვალწრებლიანი და რამდენი გახვდება. ესეთი პოზიცია ექნება, ხო? ძალიან ესე რო ვთქვა, ასეთ ადამიანს ჭირდება მეგობარიც, საძოლეც, დაქალიც, მაგაცი, დედა, ოჯახის წევრი, ყოველთვის რომ ეტყვის კარგ სიტყვას ნუ გეშინია, გამოვა, კარგად იქნება, კი შეგიძლია ესეთი ხალხი, თუ ესეთი ხალხი თქვენ მართლა ერთგული ყავთ ესე ვიღაცა გიჭყლდათ, ვინც მოიშორეთ კაცო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მოიშორეთ. სანამ თქვენ მიხვალთ როგორ რაღაცაზე, აი ძალიან დიდ დეპრესიამდე. დეპრესია მე ავანტყოფობაში გადადის, ხო? ისუსა რაღაცა საქმეს რომ ვერ აკეთებთ, თუნდაც ვერ ვითარდებით, მოდი თქვენს პროფესიაში ვთქვათ და ვერ ვითარდებით. რამდენი ხანი გეღობათ ის ვითარდება, ცხოვრება წინ მიდის. ყოველ 6 თვეში განახლებები ტექნიკა იყოს და გინდა რომელიმე საგანი საკითხი იყოს, ხო? 1000-ნაირი ცვლილებებია, ის ისტორია, რომელიც დაიწერა, სადაა გადაატრიალენ ყველაფერი და ეხლაო რაც წარმოდგენა გქონდათ, ის დარჩა ზღაპარი. სულ სხვა ისტორია იწერება. იგივე ადამიანთანაც ყოველთვის გჭირდება წინსვლა და ესე რო იქნებით უსაქმურად დღეს ვერ ვითარდები, ხვალ ვერ ვითარდები, მერე რა იქნება 1 წლის და 2 წლის მერე რა იქნება და მერე სამსახურს უნდა გაჭირდება, მერე ფინანსური კრიზისი იქნება, მერე იტყვით ჯადო გამიკეთა ვიღაცა. ეს მარტო ჯადო კი არ არის, აქ ჯადოს თემაც და ეს მაგიური ერთია, მაგრამ ხალხით საზოგადოებაც გადაახარისხეთ, გაიაზრეთ.
გაიაზრეთ. როგორც მობილურ სჭირდება დატენვა, არის კატეგორია, ზუსტად ესე ჭირდება იმ ხალხს რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, ყოველთვის ბიძგი, რომ წინ წავიდეს. რა ვქნა კიდე? გაიაზრებს ამ ყველაფერს ეს ადამიანი, რასაც ვეუბნები. ხო. სანამ თქვენ არ მოხდებით ქალია ვიღაც განამდერება. არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ ქალია, ქალი ხარ ქალია. ნახეთ, სანამ თქვენ ალბათ არ მოხდებით ძალიან ესე გამოვალ მდგომარეობაში, კიდევ მანამდე აქ გაზრება და ის ვერ მოხდება. აი ზუსტად იგივე მომენტი, ახლა დარწმუნებული ვარ, მე არ შემითავაზები, არ მითქვი აგრესიული დაცვა, ასევე ამისევის ან გამოვთუნი იძახის, მაგრამ ცოტა ხანში მოვა და მეტყვის. დამადები მაგდაცვა, ერთი არც უნდა, რაც უნდა ის უქნიათ, გადამივიდა თავზე. ეს არ არის ხალხნო ბოროტება. ეს ბოროტება არ არის. ეს არის თქვენი თავის დაცვა. ეს ბოროტება არ არის. რაც მე მისურვო, ის მოგწეს ღმერთმა, არც ეს არ არის წყევლა. ეს არის ადამიანმა რაც გისურვა, ის დაუბრუნა, კი ბატონო, კაი გინდა? გაიგეთ, ეს ბოროტება არ არის. პირიქით, ამ შემთხვევაში, რა გამოდის იცით? თქვენ ეს არც ქრისტიანულში არ წერია ესეთი რაღაცა. გიყვარდეს, კი, აპატიე, მაგრამ იმას კი არ გავალდებულებენ მას ემეგობრე. ადამიანი გაჭირებული რომ არისო. ასეო ჯოხიო გადაუწოდეო. თუ ამოყვა ამ ჯოხსო, ქრისტიანობა გასწავლით ისეო. კი გადაარჩინეო და თუ არაო და გაუშვი ჯოხს ხელზე, კი შენ გადაღებიო, მას კი არ გეუბნებიან. ახლა ვიღაცამ თქვას თუ არა. კაც ეს ქონდა, რა ქვია, სახლი, კარი, შვილები ის და ნახა მეორე გაჭირებული ვიღაცა და გაყიდა ყველაფერი და დაეხმარა იმას და გადაყვა თან თავს ქრისტიანი ვარ მეო და რაღაცა ესეთნაირად. და ვითომ ეს დახმარება ხო არის ეს მოიბრუნა უკან და შვილები შიერი უსახლკაროდ იქ და წამოვიდა მე და ღვთისმობამდე მივიდა თავისი საქციელის გამო. ღმერთო რას იმას გენიო მე უსახლკაროდ უნდა ვიყო სიკეთე გავაკეთეო. ნახე ასე ვქენიო და ბიჭო, სიკეთე უნდა გააკეთოთ, მაგრამ თქვენი რესურსიც უნდა გაითვალისწინოთ. მე ყველაფერი მოგეცი შენო, ღმერთმა უთხრა. აბსოლუტურად ყველაფერი მოგეციო. კი, დაეხმარე, მაგრამ შენ ეს უკვე ასე არ შეიძლება. ეს უკვე სიკეთე აღარ არის, რომ მიცოდეთ. თუ იმ ადამიანს დაუშვათ არ დაეხმარებოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქა. თუ საჩამოიქცეოდა მის მასე. შესაძლებელია მის თავზე. იმ ადამიანს ზუსტად ის ქონდა დასამუშავებელი. ნახეთ, რომ თავისი დამოვიდეს იმ პრობლემიდან. შენ კი არ უნდა დაეხმარო. მე იტყვიანდე და რა დავაშავე და შენ დაიღე მისი პრობლემები საკუთარ თავზე. შენ თავზე გადმოისამართე, სიკეთე კი არ გააკეთე და შენ თავზე გადმოისამართე და იმ ადამიანს ესე რომ ვთქვათ მიეცი შენი ყველაფერი შენი ნებით. გამიგეთ რა ხდება? და უკვე ვერც ღმერთს დაადანაშაულებ და ვერც იმას ვერ იტყვი რომ სიკეთე და რაღაცა გააკეთეთ. ესე არ უნდა მოხდეს. ადამიანს როცა ეძლევა რაღაცა პრობლემა არ არის გამორიცხული, ის იმიტომ მიეცა, რომ მან უნდა დაამუშაოს ეს და არა თქვენ. ამიტომ ძალიან ნახეთ როგორ არის, ძალიან დიდი დაფიქრება აბსოლუტურად ყველაფერს სჭირდება. იმ გაცემასაც, იმ დახმარებასაც. იმ თავის დაცვასაც და იმ ყველაფერსაც. ჯერ თავო მერე სხვა გაგიგონია ჯერ საკუთარი სული გადაარჩინე მერე სხვა რა ვიცი 1000-ნაირი სიტყვები მაგალითებია ჩემზე ბევრი გეცოდინებათ თქვენ შეგიძლიათ დაპოსტოთ მეც მერე გამომადგენ ხო აი ესეთი რაღაცები ჩემო კარგებო ეს იმიტომ კი არ თქმულა რომ ითქვა უბრალოდ რაღაცა
ეს უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ ითქვა და გაიაზროთ. გამიგეთ? მაგრამ ეს ქალი მე არ მომწონს. ეს არის ქალი. კარგად, ნახოთ, რას იზამს ბოლო-ბოლო ეს ადამიანი. ეს იზამს. ბევრი ფიქრის შემდეგ, აქ მაინც არის დახმარება, თავის შეკავება, რაღაცა ვარს გეუბნება დახმარებაზე, რას იზამს, დრო. არ ვიცი, მე ძალიან დრო ესე იგი გაგებურღებათ ტვინი. ყველა ნახეთ იქამდე სანამ არ მიხვალთ ამ ყველაფერზე დეტალურ აზროვნებას და დეტალურ ფიქრს არ დაიწყებთ, ვისაც ეს გაშლა ეხება. აბსოლუტურად თავიდან, საიდან, რა როგორ დაიწყო, ყველა წვრილმანის. შერლოკ ჰოლმსივით. გამიგეთ, თუ არ გაქვთ საკითხული, ერთი წიგნი მაინც წაიკითხეთ შერლოკ ჰოლმსის, რომ მიხვდეთ რას გულისხმობ ყველა დეტალის, აი ესეთი ნამწვავი რო აგდია, იქედან ღებულობს ინფორმაციას. რატომ არის აქ და რა მოხდა და ვინ შეეხო თუ რისი ნამწვავი თუ რაღაცა მოკლედ. გაიგეთ რას გეუბნებით. აი ესე სანამ არ დაიწყებთ ყველაფრის გაშიფრას და ფიქრებას, მანამდე ვერაფერს ვერ გპირდებით მე აქ თქვენ. ასე რომ კიდევ მოისმინეთ, კიდევ ხვალ მოისმინეთ, დღე იმ წუთში არ გინდათ ამ ვიდეოს მოსმენა. დღეს ხომ მოისმინეთ? შეიძლება ჩახუროთ, არც მოგინდეს მოსმენა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რა ვიცი. მე ხვალ მოისმინეთ 2 დღის მერე, მაგრამ აუცილებლად მეორეჯერ ისე მოისმინეთ. გაიგეთ? მაგრამ სამაგიეროდ ამას რომ ყველაფერს გაიაზრებთ, მე უკვე მიდიხართ წინ. და აქ გექნებათ ძალიან კარგი როგორც დაბალანსდებით კიდეც და გამოხვალთ ყველანაირი ახალი წარმატება, სწრაფი განვითარება, ფინანსებით. მოკლედ რავი. გაიგეთ? როგორ გეუბნებით? მე უკვე გადადიხართ ბარაქის პოზიციაზე, გამართლების პოზიციაზე. არა და უკვე ეს ზოდიაქოთი რო ვიმსჯელოთ. მე ხარ მოყვარს ზოდიაქოები, მაგრამ ესეთი პერიოდი უნდა კონდეს, ვინც აქ მაგალითად მოვიყვანე. პირიქით წინ უნდა წავიდეს, მაგრამ უკან მიდის. თქვენ წარმოიდგინეთ. ამიტომ არ მჯერავე მაგ ზოდიაქოების რამატო ზოდიაქო რას გიზამს კაცო. ზოდიაქოს მიხედვით და ზოგიერთი ტაროლოგის მიხედვით ყოველ წელიწადს მართხუებენ, მაგრამ მაინც კი ვარ გულთხუარი და ბაღნებიც მყავს საცხა, 2 ბიჭი. ახ თუ 3, 2-ია თუ 3, ჯერ მაგაში ვერ ჩამოყალიბდნენ. არა 2 მაინც არის რა. 3 ხანდახანდა, მე-3 ალბათ თუ მამასთან ცხოვრობს, თუ ვერ გავიგე რა ხდება მოკლედ მე-3 თემაში. მაგრამ მყავს წარმატებული ბუთხუზარ ბიჭები მყავს თანაც. ერთი პრეზიდენტია, მეორე ცოტა ნაკლები, მაგრამ ძალიან წარმატებული. ხო, ეს სხვათა შორის მეუღლეც ის არის, რა ქვია, მამა ძალიან ისა ცნობადი, თუ ცნობილი რა დიდი თანამებობის პირი კაცო და ეს ბიჭი საქმიანი არის, ახლი კარი, აფერი არ უნდა ჩემი, ყველაფერი აქვს. და გიждდება კიდე ჩემი გულისა. მაგრამ რა ვიცი, გაგიჟებული ისე კი არის ბევრი, მაგრამ დანარჩენის რა გითხრა. იცით რა, იმედი მაინც ხანდახან როგორ არის, იცით? რაღაცა ეს იმედი მაინც ხო გეძლევა თუ. რა დავარქვა მას აღარ ვიცი. ასეა გენაცვალე. ჩემო კარგებო, იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. არა საქმე რაში არის ახლა მე ერთ რაღაცას გეტყვით. ხო მეუბნებიან ამ ყველაფერს და მპირდებიან. ხო და ეს არის ძალიან კარგი, მეუბნებიან მაინც ისე რეალურად თუ სადმე მსუქანი, დაბალი, უკბილო, უკულო, მელოტი, კოჭლი, ღიპიანი, ბრუციანი, ყველა მემადგამს თვალებს სინამდვილეში. განათლებაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია კიდე. მაგრამ ტაროში და ეზოთერიკაში და რა ვიცი, ამ ასტროლოგიაშიც ასეთი საუკეთესო არის და რა ვქნათ.
რომელი დავიჯეროთ? ნუ ხუმრობა იყოს რაღაც ხუმრობა არის რეალურ ამბავს ყვები პრინციპში, მაგრამ რა ვქნა ახლა მაინც გამეღინება. ისურვებ წარმატებებს, გაითვალისწინეთ ეს ინფორმაციები, გამოგადგებათ, დარწმუნებული ვარ. დაგემშვიდობებით როებით.